რა უნდა გავითვალისწინოთ დღეს ზოდიაქოს ნიშნებმა, როგორ უნდა გავატაროთ მოახლოებული შაბათ-კვირა, სასარგებლო რჩევებს ამასთან დაკავშირებით ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვასგან მოვისმენთ. სწორედ ახლა. Შტაბის საქართველოს დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერა და დღეს არის შეცდომების დაშვების ალბათობა. შეცადეთ არ იყოთ აზარტულები, გამოიჩინეთ მეტი რაციონალურობა და არ დაეყნოთ ემოციებს. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან არიდებაში. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებამ დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. შეგიძლიათ რომ რაღაც ახალი დაიწყოთ ან რაღაც ახალი ნაბიჯები გადადგათ. გაითვალისწინეთ რომ იყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და ყურადღებით. თუ ყურადღებას გამოიჩენთ, დღევანდელი დღე აუცილებლად იქნება თქვენთვის წარმატების მომტანი და თქვენი ქმედებებიც აუცილებლად მოგიტანთ სარგებლოს. მთავარია რომ ყველაფერი კარგად განსაზღვროთ, ყველაფერი კარგად გაითვალისწინოთ და ამასთან ერთად გაეცნოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც დღეს გაიგებთ ან მოისმენთ. კუროებო, დღეს შესაძლოა რომ სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებსაც მიიღებთ, თქვენზე დადებითად აისახოს და რაღაც ახალი მოგიტანოთ ცხოვრებაში. შესაძლოა რომ კარიერული კუთხითაც კარგად განვითარდეთ ან თუნდაც პირობითად ფინანსური კუთხით მეტი სარგებელი ნახოთ. მოკლედ, შეეცადეთ რომ იყოთ დაკვირვებულები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რადგან დიდი ალბათობით დღევანდელი დღე თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო, დღეს შესაძლოა რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გინახავთ. შესაძლოა გაიხსენოთ ძველი მეგობრები ან თავი შეგახსენონ იმ ადამიანებმა, რომლებიც გენატრებოდათ, ვერ ნახულობდით. მოკლედ, დღევანდელი დღე შეეცადეთ დაუთმოთ იმას, რაც რეალურად გჭირდებათ, რაც გიხარიათ. შეგიძლიათ მოინახულოთ ადგილები, რომელთა მონახულების სურვილის დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ, მაგრამ ვერ ახერხებდით. კითხებებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებულია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც შემოქმედებით არის დაკავებული. შეიძლება რომ ახალი იდეები გქონდეთ, ინსპირაცია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ თქვენს ცხოვრებაში. უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ კარიერული კუთხით. მოკლედ, დღევანდელი დღე ძალიან ჰარმონიული და წარმატებული იქნება თქვენთვის. შეეცადეთ, რომ ნებისმიერი შანსი, შესაძლებლობა, რომელსაც დაინახავთ, აუცილებლად გამოიყენოთ და უარი არ თქვათ. ლომებო, დღევანდელი დღე თქვენთვისაც საკმაოდ სასიამოვნო და დადებითი იქნება. შეიძლება, რომ გაიგოთ ახალი ამბები, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. შესაძლოა, რომ ძალიან დადებითი ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. მოკლედ, ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს, სასიამოვნო ცვლილებებს, რომლებიც აუცილებლად შეგეცვლით განწყობას და რაღაც მომენტში ბედნიერებას მოგიტანთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღეს კარგი იქნება თუ განიხილავთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმასთან მიმართებაში, რაც თქვენთვის პრიორიტეტულია. გარდა ამისა, თუ რაიმე რჩევა გჭირდებათ, შეგიძლიათ რომ დღევანდელი საღამო მეგობართან გაატაროთ. ეს განწყობასაც აგიმართლებთ და გარდა ამისა შესაძლოა რომ თქვენთვის სასარგებლო რჩევებიც მიიღოთ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე სიახლეების მომტანი იქნება. ახალი გამოცდილებები, შესაძლოა ახალი საწყისები, მოკლედ საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ. შეგიძლიათ რომ ნებისმიერი მიმართულებით გადადგათ ნაბიჯი, იმოქმედოთ და გამოიყენოთ იმისთვის, რაც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მარტივად მოახერხებთ სხვა ადამიანების დაინტერესებასაც, მარტივად მოახერხებთ სხვების გულის მოგებას. მორიელებო, დღეს შესაძლოა რომ ცოტა უხასიათოთ იყოთ, არ გქონდეთ საკმარისი ენერგია და რესურსი იმისთვის, რომ საქმეები შეასრულოთ და რაღაც მომენტში გერჩინოთ, რომ დღევანდელი დღე შედარებით მარტო გაატაროთ, შვიდ გარემოში, არ დაკავდეთ მნიშვნელოვანი საქმეებით. თუმცა ამასთან ერთად შეგიძლიათ რომ მოინახულოთ ის ადამიანები, რომლებთანაც თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა შეიცვალოს და მეტ პოზიტივს და ჰარმონიას მოგიტანთ. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღეს უმჯობესი იქნება თუ მეტ ინიციატივას გამოიჩენთ პირად ურთიერთობებში. შეგიძლიათ რომ გაუზიაროთ თქვენს მეორე ნახევარს თქვენი ემოციების გრძნობების შესახებ. შეგიძლიათ რომ გაუკეთოთ სურპრიზი. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ მეტად იზრუნებთ ოჯახზე, თუ შვილები გყავთ, შვილებზე. მოკლედ, შეეცადეთ რომ იყოთ მაქსიმალურად თბილები და მზრუნველები. ეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის და გარდა ამისა, თქვენს ურთიერთობასაც უფრო მეტად ჰარმონიული კუთხით შეცვლის. დღესკებისთვის დღევანდელი დღე შესაძლოა ცოტა ემოციური იყოს. შეეცადეთ რომ გამოიჩინოთ სიმშვიდე და დაეყრდნოთ თქვენს რაციონალურობას. რადგან შესაძლოა ადამიანებმა, რომლებსაც პირობა მოქცეს, ვერ შეასრულონ. შეეცადეთ რომ გაუგოთ, გაითვალისწინოთ და რაღაც მომენტში არ გაიფუჭოთ მათთან ურთიერთობა. მოკლედ, შეეცადეთ რომ დღევანდელ დღეს მაქსიმალურად რაციონალურობას დაეყრდნოთ და არ იყოთ ზედმეტად ემოციურები. მეწყულებო, დღეს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. შესაძლოა რომ манипуляციის მსხვერპლი გახდეთ. ის ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოდის, არ იყოს ჭეშმარიტი და გამიზნულად იყოს თქვენთვის მოწოდებული. მოკლედ, შეეცადეთ რომ ყველაფერს კარგად მიაქციოთ ყურადღება და დღეს ზედმეტად არ ენდოთ სხვა ადამიანებს. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თევზებო, დღეს მარტივად მოახერხებთ ურთიერთობების გამოსწორებას, იმ რაღაც კონფლიქტების დაალაგებას, რომელიც გქონდათ. შეგიძლიათ რომ გადადგათ ნაბიჯები, შეგიძლიათ რომ თავად გამოიჩინოთ ინიციატივა, თუ კი რაიმე კონფლიქტი ან გაუგებრობა გაქვთ, რომ გამოასწოროთ და თქვენ სასიკეთოდ შეცვალოთ. მოკლედ, უმჯობესი იქნება თუ თავად დათმობთ, გამოიჩენთ ინიციატივას, ეს ყველაფერი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას და ჰარმონიას ურთიერთობებში. ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათს არ არის სასურველი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და შეეცადეთ რომ იყოთ მაქსიმალურად მშვიდები, არ აყვეთ ემოციებს და არ იყოთ აგრესიულები. კვირას კი უმჯობესი იქნება დასვენება და ენერგიის აღდგენა. გისურვებთ ყველას ბედნიერ პარასკევს და წარმატებულ უქმე დღეებს.